მოგესალმებით მეგობრებო, ჩვეულის პროტოკოლის მე-9 ეპიზოდში. ჩვენ ახლა მივდივართ რობისთან ჯიხაიში. სანამ გადავალთ ულამაზეს კადრებზე, იქამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ბელგიური სპორტული დანამატების ბრენდი Qnet, რომლის შეძენასაც შეძლებთ ავერსის ნებისმიერ ფილიალში და ასევე დარბაზი Vortex Fitness-ი. მოკლედ, დავეშვათ იმერეთისკენ. დღემ დაგეგმილისგან გაცხობით ჩაიარა იდეაში, მაგრამ სასიამოვნო დაღლილები მოვედით პატარა ჯიხაიში, რობის ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო ლოკაციაზე. ამდენ ლამაზი ადგილი მოვიარეთ დღეს და ბოლოს დავბრუნდით ჩემს მშობლიურ სოფელში, პატარა ჯიხაიში, სადაც თავს ისევ პატარა ბავშვად ვცნობ, ისევ იმ სიამოვნებას მანიჭებს, რასაც აქამდე. იქ გააჩერე წყაროსთან. ხო, და გახსოვს რა გითხარი, აი აქ ჭყუმპალავდით. ლოკაციის კანიონის ნახვა ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ მდიდან გამომდინარე არ გამოგვივიდა. საერთოდ უკეთესი რაღაცეებისკენ წაგვიყვანა. კი, სხვათა შორის, მაგ ხელმძღვანელობას არ ვანიჭებდი, მაგ რაღაც საწარმოში მოხვედრას, მაგრამ ხო. აღფრთოვანებული დარჩი მე პირადად. შენთან ერთად რაც ვნახე, მეც არ მქონდა ნახი სხვათა შორის. კარიეს. გავუყაროთ ისეთი. აბა მიდი. Echt, ich nehme das. ეგრე. ამით მივეხმარო ვეჯორი. Seviden das. ოკეი. Zlier. ნახე როგორ გააკეთა როგორ. ჩურჩხელა გააკეთა ნახე. ჩემსავით უკანი ჩურჩხელაა, ნახე. გაიწურება და როგორც გაიწურე ისე მერე ესე კარია თუ არა? ნელად შეიძლება. აქ უნდა დავიდე. ჩურჩხელა. ჩურჩხელში ამჯერ ყოფილა, ვაუ. კი, გორდულის შოკოლადი. ეხლა სადაც ვიმყოფებით, ლოკაციას ქვია გორდული. ლოკაციამდე არ მისული, სულ რამდენიმე კილომეტრში, მოკლედ, რობიმ მოგვიყვანა და ფიზიკურად ვერ ჩაუვარეთ. ყლაპები, ჩირები, ჩურჩხელა და იმერული თუ მეგრული კულტურის ზენიტია რა. ეხლა ვართ საშრობში. ალბათ ხედავთ, ვაშლის რამდენი ყლაპია აქ რა. ჯერ კიდევ ამინდების გამოსვლის დროს ორმაგდება და სამაგდება, აქაურობა და სავსეა. გავსინჯეთ მანდარინის უგემრიელესი სნექი, ნახავთ კადრებში. როგორია? ძალიან კარგი. ეს ინტერესო. არადროს არ გამოსინჯია მანდარინი ამ არომატით. ხო, მართლა აღფრთოვანებული დარჩი. წეროებზეც მოქალაქეებში რამდენიმეჯერ ვიყავ და წეროები არც ერთხელ არ მინახავს რა. პატარა ლოკაციაზეც როგორ შეიძლება რაღაც ისეთი ნახო, რაც მართლა განსხვავებულ ემოციას და აი იქ მიგიყვანს მაგის გამოც კი. შეიძლება კანიონის გამო მიდიოდე და იქ გაჩერდე და მთელი დღე იქ გაატარო წეროების საყურებლად რა. მივდივარ და რას ვატყობ შუა გზაში ეს მანქანები რატოდგან აი არ საინტერესოა ხო აი ამდენჯერ გადიხარ ამ გზას და ხომ უნდა დაინტერესდება აი ამდენი მანქანა იქ რატოდგას და ერთხელაც გადავედით და სიმართლე გითხრა რაღაცა ფინულის ხმა მიმიზიდა და ბოლო ეს მე ლუპა და რაღაცა გასახედი ხედავ მე მეთქი რა უნდა მანახო ამ შუა გზაზე რაღაც დღესთან რაღაც ხრიოკთან ახდება მეთქი და ძალიან მაგარი ადგილი იყო რა იმდენად გამიხარდა რომ ამ სიცივის გამო ჩასვლასაც არ ვაპირებდი მდინარეში და მე იმ კარგი ხასიათით საბოლოო ჯამში მაინც ჩავხდი რა წყალში. თორე არ ვაპირებდი ჩასვლას. ეგეც მოქალაქეების კანიონი, რამოდენიმეჯერ ნამყოფი ვარ, თუმცა ყოველ მისვლაზე ახალ ემოციას, ახალ იმ ბავშვურს იმ ხარულს მიღვიძებს და პატარა ჯიხაიშიც განსაკუთრებული სიმყუდროვია რა, რომ მოვედი ეგითხარ რა. სოფლისთვის არადამახასიათებელი სიჩუმე არის რა, მყუდროდ, გემრიელად მოვედით და აი
თითქოს დასასვენებლად უფრო მოდიხარ ხოლმე ადამიანი, მენტალურად განიტვირთები მართლა აქ რა. იცი რით განვასხვავებს სხვა სოფლების განამსუნს, განა იმიტომ რომ ჩემია და განა იმიტომ რომ სულ რო გადაკარგულში იყოს მაინც მირჩევნია ყველას, მაგრამ იდეაში ნახე შინაარსი როგორ არის რა, ანუ როგორც შეატყე. ეს სოფელი არის ისეთ ლოკაციაზე, თუ აქ არ გინდა მოხვედრა, გავლით ვერ მოხვდები, შანსი არ არის. თან ისეთი ადგილი არის, რომ აი გზაში რომ მოგიყევი, ნახე, მთელი გზა ვიმგზავრეთ ასფალტიან გზაზე და ბოლო 500 მეტრი იქ ასფალტი აღარ არის. ეს ანუ შემთხვევით არ ხდება, არანაირი მთავრობისმრალი არ არის. შენ რომ ვითხარი, გავაცეული რო და სპეციალურად ესე არის, მოსახლეობას არ სურს რომ აქ იყოს ასფალტი რა. მაქსიმალური ბუნებრიობით, აი მუხა და რაღაც ხო უყურებ რა ხდება აქ რა, აი ყველანაირად მაქსიმალურად ბუნებრივი ეფექტი აქვს ყველაფერს და ძალიან ყუდროა ჩემთვის აქ მაქსიმუმ ძაღლის ხმა და ავი ტურის ხმული გაიგო თორე ის სხვა ხელოვნური ხმა აქ არ შეგაწევს არა. ვიცი რომ შეიძლება რაღაც ერთი ფეხი მოგაჭამოს თუ მაგრამ აქ მომეთნი. არა მართლა ძალიან ყუდრო ადგილია და ხო, აი ეგ რო გადმოვედით და გზა რო არ იყო და რომ მითხრა ძალიან გაუცდი რომ აი მოსახლეობაა მოკლედ უარს ამბობს იმისთვის რომ გზა დაიგოსო რა. რაღაც მომენტში მეც მესმის რომ არ გინდა რომ ეგ სიმყუდროვე დაიღოს. ჩემთვის ახლა თქვენი აქ ჩამოსვლა რა თქმა უნდა 100-ჯერ უკეთეს ხდის ყველაფერს, იმიტომ რომ საინტერესოა ახლა. თითქმის ყოველ მეორე დღეს ერთად ვართ, ერთმანეთს უყურებთ, გავიცანით ურთიერთობა რამ ყველაფერი იდეალურად გვაქვს და ეხლა შენი რო გინდა რომ აჩვენო, ხო ხტები? აი ეგ სიტუაცია იყო და ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გაახალისა დღევანდელი დღე და რაც შეეხება იმ მარშრუტს დღეს რაც გქონდა, ეგ ჩემი ჩვეულებრივი შაბათ-კვირის ამბავია. პარასკევს ქალაქს რო გავეცლები, კვირა საღამომდე ეგ არის. აი, სულ რომ მოთოვოს, ჩვენ მაგ ლოკაციებზე მაინც მივდივართ რა. ბოლოს წინა ვიდეოა და შემაჯამებელ ვიდეომდე დავტყვეთ შენი ბოლოს წინა წამებით. ეგა. Vortex Fitness-ში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. წინა კვირებში დაფიქსირებული პლატო წარმატებით დავამარცხეთ და წონა 107 კილოგრამიდან უკვე 95 კილოგრამამდე შევამცირეთ. ანუ 12 კილოგრამი გაქრა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კუნთის მასა საგრძნობლად არის მომატებული, შეგვიძლია თქვათ, რომ ცხიმმა 12 კილოგრამზე მეტიც კი დაიკლო. საბოლოო ჯამში რაც ყველაზე მთავარია, წონების ზრდა, გულისხმობ სამუშაო წონებზე საგრძნობლად არის მომატებული. კარგია. ბოლომდე უნდა მივაწვეთ, კუნთები უნდა შევაკლათ. მიდი. კარგია. მიდი ახავა. ბოლომდე მიაწექი და მე ისე გეხმარები. კარგი. ახლა. ხოჭო. მოკლედ მეგობრებო, ზოგადად წევთ ხოლმე ჯერჯერობით 50-60 კილოს და ეხლა გვინდა დავტესტოთ მაქსიმალურად რამდენი საწევა შეუძლია. ეს არის 80 კილო. ზოგადად ესეთი გატესტები კარგია ხოლმე, რომ კუნთს მივცეთ სტიმული უფრო გაზრდისთვის. მაგრამ სწორ დროს უნდა შეარჩიოთ, რომ ყესებიც მზად იყოს მაგ ყველაფერს და ეხლა მგონია, რომ 20-30 კილოს ნახტომისთვის ბატონის მყესები მზად არის. მიდი. წამოწიე, კარგია, ერთსაც იზავ. მიდი. იზავ. მიდი. ვაკავა. აი ეგ არის. აი ესეთი გატესტები მნიშვნელოვანია ხანდახან რომ ყესებიც ძლიერად განმავითაროთ. ეგ არის, სამჯერ ხო წამოწიე. ნელა. კარგია. მიაწექი ბოლომდე აქავარ. გაურისკე ბოლომდე. იქ არის. აჰა ძმა. დღეს მოდი დავამსროთ მითები კალორიებზე. კალორია არის კილოჯოულის გამარტივებული სახე და 1 კალორია უდრის 4.184 კილოჯოულს, რომელიც საკმარისი ენერგია არის 1 ლიტრი წყლის 1 გრადუსით გასათბობად. მარტივად რო ვთქვათ, არაფერს მომცემი ციფრია. ჩვენი სხეული საწოვად მუდმივად მოიხმარს ენერგიას. სუნთქვის, გულისცემის, ფიქრის დროსაც კი.
ამ ყველაფრის ციფრებში გადმოსატანად კალორია გამოიგონეს. კალორია შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ესენი არიან მაკრონუტრიენტები და მიკრონუტრიენტები. მაკრონუტრიენტები არიან ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი. ცილა გვჭირდება კუნთის მშენებლობისთვის, ნახშირწყალი ენერგიისთვის, ხოლო ცხიმი ჰორმონალური ბალანსისთვის. მიკრონუტრიენტები კი არიან ვიტამინები და მინერალები, რომელიც ჩვენი მეტაბოლიზმის ბალანსზე აგებენ პასუხს. დავამსხვროთ მითები. ყველაზე ხშირი ცდარი წარმოდგენაა, რომ ყველა კალორია თანაბარია. მაგალითად ავიღოთ 100 კალორია ნახშირწყალი, მაგალითად შაქარი და 100 კალორია ცილა, მაგალითად ქათმის ფილე. შაქარს 20-30% ნაკლები დრო და ენერგია დასჭირდება ასათვისებლად, ვიდრე ქათმის ფილეს. მეორე მითი, 6 საათის შემდგომ ჭამა გვასუქებს. ჩვენმა ორგანიზმმა არ იცის დრო და საათი. წონის კლება და მატება დამოკიდებულია მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის ბალანსზე. მითი ნომერი 3. ძალიან დაბალი კალორიები უდრის წონის სწრაფ კლებას. სინამდვილეში კალორიების რადიკალური ჩამოჭრა გადაგვიყვანს გადარჩენის რეჟიმში. ამ დროს ორგანიზმი იწყებს კუნთის შლას, ჰორმონები ირევა და გადარჩენისთვის ცხიმის მარაგები იმატებს. ტოპ ლეველზე ხარ უკვე რა. ნელა კონცენტრირებულად. ნელა წონა აკონტროლე. კარგია. ეს არის მხრის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარჯიში. დელტების უხერხემლოება. მიდი, კიდე შეგიძლია. მიდი. აი, ეგ არის. ეგ არის. მოკლედ რო ვთქვა, ძილი და აღდგენა შენი ვარჯიშის ფუნდამენტია. მის გარეშე არც ერთი დანამატი არ მუშაობს. მაგრამ ეხლა ავიღოთ ფეისი, როდესაც შენი ძილიც და კვებაც ნორმაშია, მაგრამ გადატვირთული სამუშაო დღის შემდგომ დარბაზში მაინც დაღლილი მიდიხარ. სწორედ ამ დროს შემოდის პრე-ვორკაუტი, ანუ ვარჯიშის დამხმარე დანამატი. რაში გამოიყენება ის და რაში გვეხმარება? მოდი შევხედოთ მეცნიერებას. JISSN-ის კვლევები ადასტურებს, რომ სწორი კომპონენტებით შედგენილი პრე-ვორკაუტი ზრდის ვარჯიშის მოცულობას და გამეორებების რაოდენობას. თუმცა ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ პრე-ვორკაუტის ეფექტი ინდივიდუალურია. როგორც წესი, პრე-ვორკაუტის ძირითადი კომპონენტებია კოფეინი, ზრდის ჩვენს ენერგიას და ფოკუსს, ციტრულინი, პასუხისმგებელია ჩვენს ფამზე, აფართოებს სიცხლძარღვებს და ბოლო ბეტა-ალანინი, რომელიც ზრდის კუნთის ამტანობას. გაითვალისწინეთ, რომ პრე-ვორკაუტი მიიღოთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე, მისი მაქსიმალური ეფექტის მისაღებად და ასევე მოერიდეთ ძილამდე 3-5 საათით ადრე მიღებას, რომ არაგერიოთ ძილის ფაზები. მე კი შეგახსენებთ, რომ Q&A-ის ნებისმიერი დანამატი შეგიძლიათ შეიძინოთ AWS-ის ნებისმიერ ფილიალში. ხარ ამის გამკეთებელი? ამის გამკეთებელიო. რაღაც ნამეტანი გაგიმარტივდა და არ მომწონს. 12 კი, ან 12-ჯერ 20-იანი არაფერი აღარა. მიდი, გაჭიმი, ბოლომდე გაწოლე, მიდი. კაია. მიდი. ჯერ აკონტროლებ წონას, კარგია. აი ესე, მიდი. კარგად გაშალე ხელები, აი ესე ამოწევ. რამდენსაც ამოწევ. კუნთი სანამ გაგიძლებს. ამით უბრალოდ ვკლავ. აი ეგრე. ერთიც რომ მიაკლა, ეგ არის, всё. ოპა, დღეს ბიცეპსის ყლელობის დღე არის. მაგალითად. ისიც მაგრად გავზარდეთ. იბათაც მაგრად დავამატეთ. რობის პროგრესი ფინალურ ფაზაში შევიდა. შემდეგ ვიდეოში ვიხილავთ მის განვლილ 90 დღეს და სტატისტიკას. მოკლედ არ გამოტოვოთ ფინალური ვიდეო და შეხვედრამდე.